თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. საუბარია 2 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა ჯაფარიძე რუსთაველზე აქციის დარბევის შემდეგ თამარაშვილზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზურა ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების შეზღუდვას 3 წლით ითხოვდა. უწყება ამტკიცებდა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იარაღს აქციებზე ატარებდა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება 27 დეკემბრამდე გადადო. და გამოსვლების დათვალისწინებისა წინააღმდეგიდან ქონდა პოლიციის გადაგამოწმებასაც ასახიშები ნახავდეს და დასდევენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ან მიაწევდნენ აწამდნენ მილიონებში და ასე შემდეგ ერთ-ერთი მეზღვაურეთი იყო ისო და უზრახე მათ რომ დავიშეთ გავაგზავნეს ვთქვათ რომ და რაც მოსამართლე დაკარგა მაგას ინგლისში სწორობა იყო გაგზავნილი და აზროვნები იყო და რაღაცა და ინგლისში იქ აღარისად მოწოდებია ვერაფერ მომდა ხელანაირ ვიდეოს ან კადრს და ფრანციზეს პოლიცია ინგლისის სამმოუწოდა უოლ ჩამოვიდნენ ავტობუსებიდან ერთ წლად დაალაგდნენ და მე გამოგვიყვანა შემდეგ მოხდა თამაშიძე აჭაჭავაძეზე წინიდან გახდა კრიმინალური პოლიციის აღმავლელი და ალყაში მოქცევა და იდავრაკაცის ხოდა ეცნე რაც პოლიციაში მოვაგდები ზოგადად ალბათ კომუნიკაციას აღწევდები ქუჩას ეკავდით და შემიძლით ქუჩის გადაკეტვა ყველაზე ნაკლები რაღაცაა შეიძლება ხანტონში გააკეთოს შექმნილი თანამდებობა საერთოდ მექანება ეს ქვეყანა. დაცვის მხარემ მოსამართლეს დღეს განუმარტა რატომ დადის ჯაფარიძე იარაღით. მისი თქმით ოპოზიციონერ პოლიტიკოს ოცნების ეგრეთ წოდებული ტიტუშკები რამდენჯერმე ჩაუსაფრდნენ და მისი უსაფრთხოების სხვაგვარად დაცვა შეუძლებელია. რაც შეეხება იარაღის დარებას იარაღს ვატარებ წერებია მე ვცხოვრობ გარემოში რომელიც ისწავლე განსხვავებული მოქალაქეების გარემოსგან შემოყოლა ჩიმალდობანა შემთხვევით თუმცა მაგიზარდების შემთხვევით იყო ჩემი პოლიტიკური პარტიის წევს ფიზიკურად გაუსწორდნენ სახთან 6 ადამიანი კინისკატებით ჩემი მეორე პარტიის წევს დახვდნენ ელექტროშოკებით და შემთხვევით გადარჩა მოქალაქე დაეხმარა და გადაარჩინა ის ვიდეო ჩანაწერის ასეულს ჩემი ჩასაფრებად ჩემი თანამდებობაში მოხდა შემოშალოდიდან 4ჯერ აქედან 3ჯერ სახთან და 1 ოფისთან ამ ჩასაფრებზე შემთხვევაში ოფისურმა გადამარჩინეს და შემთხვევაში გადამარჩინეს რომ მოსულმა იარაღი ერთ შემთხვევაში ამბობა გახდა საკმარისი რომ ფაქტორი მეორე შემთხვევაში სკოლა დამჭირდა ეს მოხდა განათლების სამინისტროში თუმცა ჰააში მისწავლე და ხოლმე მაგის შემდეგ გაიცემა იარაღი არჩევის ცხოვრების გამოყოფილი ნაწილი მე ვიცი რა თქმა უნდა პოლიციის წესები ვიცი ამ საფრთხების წესები